თუ პირველობა გსურს ჯერ სხვას უნდა დაუთმო, მაგრამ ეგრე ადვილი არ არის ეგ ამბავი. მაგრამ უფალი ეგრე გვეუბნება, თუ შენ პირველობა გინდა, ესე იგი, უნდა დაიმდაბლო თავი და ყველას მსახური უნდა იყო. აი დაუშვათ, კლასში ხართ 30 ბავშვი სიტყვაზე. შენ თუ გინდა რომ პირველი იყო კლასში, უნდა შეგეძლოს რომ 29 ბავშვს დაუთმო და მაშინ იქნები პირველი. დაუშვათ თუ 27 ბავშვს დაუთმე, ესე იგი შენ პირველი ვერ ახარ, მესამე ხარ. იმ ორს რო ვერ დაუთმე. თუ შენ შეგიძლია რომ ყველას თან თავი დაიმდაბლო ყველას, მოეფერო ყველას, დაუთმო, დაუშვათ, აი დაუთმო რას ნიშნავს? ახლა ნახეთ. როცა საკითხი რწმენას ეხება, იქ დათმობა პრინციპულად გამორიცხულია, იქ არ უნდა დათმო. მაგრამ უფალი ნახეთ როგორ ამბობს, დაუშვათ ადამიანი ქორწილში მივიდა. დაუშვათ ახლა თქვენ ჯერ პატარები ხართ და შეიძლება ესე ქორწილში არ. დაუშვათ ერთმანეთის დაბადების დღეში ხო დადიხართ. მიხვედი დაბადების დღის წვეულებაა და ესე იგი ზოგი არის კარგი ადგილებია იქ, ზოგი ცუდი ადგილია, ზოგი სკამი ცოტა მორყეულია და არ ვარგა, ზოგს მისაყუდებელი არა აქვს სკამს. შენ თუ იტყვი რომ მოდი მე სხვებს დაუთმობ კარგ სკამებს, დაუშვათ 29 ბავშვზე, 30 ბავშვზე გათვლილი და ერთ სკამს მისაყუდებელი არა აქვს. შენ თუ იტყვი რომ მოდი ამ სკამს მე ამოვირჩე, იმიტომ რომ ჩემმა თანაკლასელებმა დაისწრნენ, მიეყუდან სკამებზე და არ ხეინათ იყვნენ. შენ თუ მაგას შეძლებ, ესე იგი ნიშნავს, რომ შენ პირველი ადგილი დაიმსახურე. მაგრამ შენ თუ გვერდს აული იმ სკამს დაიწუნებ და იტყვი რომ მოდი ამაზე სხვა დაჯდეს და ვინ სხვა, ესე იგი ვიზეც უფრო მეტი გონია შენი თავი. მოდი სხვა დაჯდეს გაული გვერდი და დაუშვათ ყველაზე ფუნფუნა და კარგი სკამი ამოარჩია. მოვიდა ვისის დაბადების დღეა და გითხრა რომ ჩემო მეგობარო, მან სხვა უნდა დავსად და იქნება დაუთმო. შენ რას იზავი? შენ დარცხვენილი ადგები და გაიძულწები ბოლოში დაჯდები. ყველას თვალში შეცხვენილი რომ შენ თავს ყველაზე კარგი განუკუთვნე, გესმით? მაგრამ შენ თუ მიხვიდოდი და იმ ყველაზე ცუდ სკამზე დაჯდებოდი და მოვიდოდა შენი მასპინძელი და გეტყოდა მეგობარო, აქ სად დამჯდარხარ? გაზახებ და მოიტანეთ, გამოუტანეთ კარგი სკამი, ამაზე როგორ შეიძლება ამისდას? იმას წაიღებდნენ და შენ ყველას თვალში დაფასებული იქნებოდი. რატო? იმიტომ რომ ყველაზე ცუდი შენ თავს განუკუთვნე. ან დაუშვათ სუფრაზე რაღაცა მოგეწონა, ნამცხვარი მოგეწონა თუ რაღაც. შენ თუ შეძლებ რომ ის რაც შენ მოგეწონა აიღო და პირველი კი არ სტაცო ხელი. დაუთმო და სხვას გადააწოდო, შეიძლება შენ ძალიანაც გინდოდეს, მაგრამ იმ ნამცხვარზე გაცილებით მეტია ის ღირსება, რომელიც თავმდაბლობაა. რომ გადააწოდო სხვას და უთხრა რომ იქნება შენ მიირთო, გადაიღო. მან შეიძლება გითხრას, არა შენ გადაიღო, მაგრამ შენ მაინც უნდა შეძლო რომ დაუთმო. თუ ამას გააკეთებ, ესე იგი შენ მართლაც პირველი ხარ. მაგრამ თუ იქ ჭიდაობა გაიმართა, არა მე უნდა ავიღო, არა მე უნდა ბოლოს შუაზე გაგლიჯავენ და აღარც შეხვდება და აღარც მეორეს. ეგ ნიშნავს რომ დამარცხდი. პირველი ადგილი ვერ აიღე, ის კი არა ფინალშიც ვერ გახვედი.